მოგესალმებით, მე ვარ ეთერის ხვდაზე მთავარი ბუღალტერი და დღეს კომპანია ესტერის სახელით წარმოგიდგენთ ინფორმაციას ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით. Ამ პერიოდში ეს არის ყველაზე აქტუალური საკითხი და როგორც ჩემი მცირე ვიდეოების კომენტარებიდან გაირკვა, აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, სხვადასხვა აუდიტორები, ბუღალტრები ხშირად განათავსებენ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, ასევე ტელევიზიით ძალიან ხშირად გადმოიცემა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბევრის ყურამდე მაინც ვერ მიაღწია, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რადგან ჩვენ როგორც ფიზიკურმა პირებმა გავაცნობიეროთ და გავიაზროთ კონკრეტული, ესე ვთქვათ, ქონების ფლობის შემთხვევაში რა ვალდებულებები გვეკისრება. ბევრს გონია, რომ ეს არის წელს და შარშან მიღებული კანონი, არა მეგობრებო, ეს გადასახადი არსებობს ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით 10 წელია, რაც ამ ფორმით არსებობს და ამ ზღვრებში და ფორმატში მოქცეული. შევეცდები, რომ მაქსიმალურად მარტივად აგიხსნათ ყველაფერი, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, განსაკუთრებით მიწასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ბევრი შეღავათები და თუ აი ამ სტანდარტულ პრეზენტაციაში თქვენი ქონება, ესე ვთქვათ, ვერ გაშიფრეთ და ვერ დააიდენტიფიცირეთ სწორად გეკუთვნით თუ არა ქონების გადასახადი, მაშინ აუცილებლად დაიქირავეთ ბუღალტერი, მოგწერეთ, რომ განსაზღვროთ თქვენი შემოსავლების ქონების ფარგლებში რა ვალდებულებები გიწევთ, რომ იცოდეთ, მშვიდად იყოთ და იმის შესაბამისად იმოქმედოთ. ეს ხდება წელიწადში ერთხელ და აუცილებლად თქვენივე სწორი ფინანსური მდგომარეობისთვის ჩადეთ ესეთი ინვესტიცია. სანამ უშუალოდ პრეზენტაციაზე გადავალ, პირველ რიგში მინდა გითხრათ ასეთი რაღაცა, რომ ადამიანს, პირს, ოჯახს თუ არ გააჩნია ქონების გადასახადის ვალდებულება ვერ დაუდგება. შეიძლება ეს ვიღაცას ახლა სასაცილოდ მოიჩვენოს, რომ ეს ხომ ისედაც ცხადია, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ბევრი ადამიანი იწერებოდა ესეთ კომენტარს, რომ არ მაქვს ქონება და მიწევს თუ არა ეს გადასახადი. ხო, პირდაპირ სახელიც გვეუბნება, რომ ეს არის ქონების გადასახადი და თუ ქონებას არ ვფლობთ, შესაბამისად ეს გადასახადი უკვე ჩვენთვის არ არის. ჩვენ არაფერი არ გვევალდებულება, ეს აქვე გავარკვიოთ. ახლა გადავიდეთ და დავიწყოთ პრეზენტაციის წარდგენა. ვის ევალება დეკლარაციის წარდგენა? ვინაიდან ეს არის ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია, შესაბამისად ამ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ევალება ფიზიკურ პირს. ბევრი კომენტარი იწერებოდა, შინაარსაც ვერ ხვდებოდი, ოღონდ იურიდიული პირი ვარ და მეკუთვნის თუ არა ეს გადასახადი, ალბათ ეს ადამიანები გულისხმობდნენ, რომ ინდმეწარმეები არიან და ეკუთვნით თუ არა გადასახადი. აი აქვე ეს თემა რო გავარკვიოთ, ფიზიკური პირი არის პირი, ფიზიკური პირი მე ადამიანი, იურიდიული პირი არის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმები, რომლებიც არის მაგალითად ЧПС, სააქციო საზოგადოება, ამხანაგობა და ასე შემდეგ. ეს მათ სხვანაირი ვადა აქვს და სხვა წარდგენის პირობები აქვს, ეს ჩვენ არ გვეხება და მეწარმე ფიზიკური პირი ნიშნავს ის ადამიანს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას აწარმოებს, ანუ ინდმეწარმე, ვინც ესე ვთქვათ დამოუკიდებლადაც საქმიანობს და არ არის მხოლოდ დასაქმებული. ეხლა რა პირობა გვაქვს ორი? პირველი გვაქვს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და მისი ოჯახური შემოსავალი არის 40,000 ლარი. ანუ ჩვენ ამ გადასახადს არ უყურებთ ინდივიდუალურ ჭრილში, ჩვენ უყურებთ ოჯახურ ჭრილში. მოგვიანებითაც განვიხილავთ რა არის ოჯახი და ეს გაითვალისწინებთ, ანუ ოჯახის შემოსავალი თუ არის 40,000 ლარზე მეტი და ამ ოჯახის წევრებს აქვთ გარკვეული ქონება, მაშინ დასაბეგრი ქონებასაც განვარტავთ რა არის, რომ ვინმეს მაგალითად კომპიუტერი და ტელეფონი არ ეგონოს დასაბეგრი ქონება, თუ მოკლედ ფიზიკური პირის და მის ოჯახს გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონება და მისი შემოსავალი წინა წლის განმავლობაში, ანუ 2024 წლის განმავლობაში აღემატებოდა 40,000 ლარს, მაშინ მას აქვს ვალდებულება წარდგინოს ეს დეკლარაცია. ყურადღება მივაქციოთ, რომ 40,000 ლარში იგულისხმება შემოსავალი გადასახადების ჩათვლით. მაგალითად, თუ მე ვიღებ ხელფასს, უნდა გავითვალისწინო ჩემი დარიცხული ხელფასი, ანუ გადასახად გროს ხელფასი, ანუ
გადასახადების ჩათვლით ხელფასი და არა ის ხელფასი, რომელიც მეუშუალოდ ანგარიშზე მერიცხება. შემდეგ მეორე პირობა თუ პირს გააჩნია დასაბეგრი მიწა მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა. ანუ მე პირს ოჯახს თუ გამაჩნია დასაბეგრი მიწა, ანუ მიწა თუ გამაჩნია მიწას ვფლობ, ესე იგი ყურადღება უნდა მივაქციო, მე მიწევს თუ არა ეს გადასახადი. რა ითვლება ოჯახის შემოსავალში? ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი, რას ნიშნავს ეს მარტივი სიტყვებით? ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ თქვენი დამოუკიდებელი საქმიანობა, მაგალითად, გაქვთ მაღაზია, უკეთებთ რაღაცა ტიპის მომსახურებას, ხართ ხელოსანი, ანუ რაღაცა ეკონომიკურ საქმიანობას აწარმოებთ დამოუკიდებლად, ანუ ვინმესთან დასაქმებული არ ხართ. თქვენ თვითონ აწარმოებთ და თქვენ ყავთ დასაქმებულები. ხელფასი ეს უკვე როცა დასაქმებული ვარ და აქ დარიცხული თანხა უნდა გავითვალისწინოთ, როგორც გითხარით, დივიდენდი, საპროცენტო შემოსავალი და სხვა სარგებელი. დივიდენდი გასაგებია, საპროცენტო შემოსავალი გასაგებია, როცა თანხა მაქვს გასესხებული და ვიღებ პროცენტს და სხვა სარგებელი შემოსავალში არ შედის. მემკვიდრეობით ჩუქებით მიღებული ქონება, ანუ მე როცა ვიჩუქებ ეს ჩემს შემოსავალში არ უნდა გავითვალისწინო. ასევე 2 წელზე მეტი ფლობის ბინის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, ანუ ვინც აერცით თუ 2 წელზე მეტი ხნით ფლობს ფიზიკური პირი ქონებას და შემდეგ მოახდენს ამის რეალიზებას, ეს განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადიდან. თუ 2 წელზე ნაკლები ვადით ვფლობდი და გავასხვისე გავყიდე, მაშინ მომიწევს, რომ სარგებელზე ჩემ სარგებელზე როცა ვიყიდე და მე როცა გავყიდე იმ მოგებაზე გადავიხადო 5%. და ასევე არ შედის საქველმოქმედო დახმარება, სამედიცინო დაფინანსება. ოჯახის და ეს ყველაფერი თუ აჭარბებს 40,000 ლარს, მოკლედ დასაბეგრ ქონებაზე უნდა გადავიხადო ქონების გადასახადი. მცირე მეწარმისთვის, ინდ მეწარმეზე ჩვეულებრივად ინდ მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი რაც არის, ანუ მთლიან შემოსავალს გამოკლებული ხარჯები, ის ითვლება ამ 40,000 ლარში, ხოლო მცირე მეწარმისთვის ეს არის მცირე მეწარმის ბრუნვის 25%. ანუ მცირე მეწარმის ბრუნვის 25% თუ აღემატება 40,000 ლარს, მაშინ უკვე ნიშნავს, რომ ეს ვალდებულება გიდგება და პრეზენტაციას უცებ გადავიდნენ, რომ მინდა რომ თვითონ პორტალზე ვრცელი ინსტრუქცია გავაკეთოთ. ვინ არიან ოჯახის წევრები? ოჯახის წევრები არიან მეუღლე, შვილები, მშობლები, და-ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, ანუ ის ადამიანები, ვინც ერთად ცხოვრობენ, ანუ ერთ მეურნეობას ეწევიან საგადასახადო ტერმინოლოგიაზე. შემოსავალთან დაკავშირებით მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ საკითხზე. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და აქვთ საქართველოში ქონება, შემოსავალს იღებენ საზღვარგარეთ, ისინი საზღვარგარეთ მიღებულ შემოსავალს არ გაითვალისწინებენ 40,000 ლარიან ზღვარში და ისე იღებენ გადაწყვეტილებას. ანუ თუ ადამიანი წასულია ემიგრაციაში, საზღვარგარეთ ცხოვრობს, იქ გამოიმუშავებს ხელფასს და აქ უბრალოდ აქვს სახლი, ბინა ან მანქანა, ამ შემთხვევაში მას არ ექნება ვალდებულება, რომ ქონება აქ დაბეგროს აქ ქონება. რადგან ქონება, მაგრამ თუ ფლობს მიწას, მაშინ მიწაზე აუცილებლად უნდა გადაიხადოს გადასახადი. ნებისმიერი ოჯახის წევრს გააგზავნოს საოჯახო დეკლარაცია, მხოლოდ მან წარადგინოს და უბრალოდ შეიყვანოს დანარჩენი ოჯახის წევრების ინფორმაცია დეკლარაციაში. რა ვადებში უნდა წარვადგინოთ, ესე იგი არა უგვიანეს 1 ნოემბრისა, რადგან ეხლა 1 ნოემბერი არის შაბათი, ამიტომ ვადამ გადაიწია 3 ნოემბრამდე, ასევე 15 ნოემბრის შემთხვევაში 15 ნოემბრამდე გვაქვს ამ გადასახადის გადახდის ვადა და რადგან კვირა შაბათი დღეა გადაიწია 2 შაბათამდე, ანუ 17 ნოემბრამდე. მონაცემები უნდა შევავსოთ წინა წლის მიხედვით, ანუ 2024 წლის მიხედვით, მხოლოდ მიწა 2025 წლის 1 აპრილის მიხედვით და უნდა შევავსოთ ამ ვებგვერდზე. რა არის დასაბეგრი ქონება? დასაბეგრი ქონება არის, მოდი ესე უხეშად რო დავყოთ, უძრავი და მოძრავი ქონება. მაგალითად, ტელეფონი, კომპიუტერი ეს არ არის დასაბეგრი ქონება, დასაბეგრი ქონება არის, რომელიც იდენტიფიცირდება, აქვს მინიჭებული ნომერი, გაფორმებულია ჩვენ სახელზე. მაგალითად, უძრავი ქონება, სახლი, აგარაკი, ბინა, მოძრავი იახტა, თვითმფრინავი ავტომობილი,
არარეზიდენტისგან მიღებული ლიზინგით ქონებაც კი გაითვალისწინება ამაში. გარდაცვლილი ადამიანის ქონება თუ არ არის ჯერ გადმოფორმებული და სარგებლობს ფიზიკური პირი, ესეც ითვლება. ასევე მეგობრებო ითვლება თუ სახელმწიფოსგან გვაქვს იჯარით აღებული მიწა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ გადავიხადოთ ქონების გადასახადი. დასაბეგრი მიწა, ეს მიწაზე უნდა მეთქვა, დასაბეგრი მიწა არის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწა, ეს შეიძლება იყოს სასოფლო, არასასოფლო, საკარმიდამო, საახნავ სათესი, საძოვარი და ასე შემდეგ. და მოკლედ ყველა ტიპის მიწა. მიწაზე გვაქვს სხვადასხვა შეღავათები და ამასაც განვიხილავთ მოგვიანებით. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ დეკლარაციის შევსებაზე და იქ კიდევ უფრო დეტალურად მოგაწვით ინფორმაციას. მოდი ვნახოთ რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში. დეკლარაცია რომ წარვადგინოთ, ჯერ უნდა გავაკეთოთ RSG-ზე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ჩვენი გვერდი, რომელიც ხდება აი ასე, აქ უნდა გადახვიდეთ რეგისტრაციაში. აი აქ უნდა გადახვიდეთ და პატარა ინსტრუქციას მოგცემთ ესეც როგორ უნდა გააკეთოთ. გადახვიდეთ უნდა რეგისტრაციაში, აირჩიოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი. შევიყვანთ პირად ნომერს, დაბადების თარიღს, სახელმწიფოს ამ დეტალებს, ელფოსტას, გავაგზავნით, დავადასტურებთ, მერე კიდე შევიყვანთ გარკვეულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის ოპერატორი დაგვიკავშირდება ვიდეო თვალით ჩაგვერთვება. ვეტყვით რა მიზნით ვაკეთებთ ამას, რომ ქონების გადასახადი დავადეკლარიროთ და გაგვიკეთებენ ელექტრონულ გვერდს. თან იქონიეთ აუცილებლად პირადობა ან პასპორტი, რათა ესე იდენტიფიკაციისთვის კამერაში უნდა აჩვენოთ ოპერატორს. როცა უკვე მივიღებთ RS-ის მომხმარებელს და პაროლს, შევიყვანთ, გავივლით ავტორიზაციას და მეც შევალეხა და აი ასე გამოიყურება ფიზიკური პირის გვერდი და რომ შევხვალთ აქვე დაინახავთ ფიზიკური პირის ქონების ჩარჩოს. თუ არ იცოდით, აი RS-ის გვერდი რომ გაქვთ თქვენ შეგიძლიათ მართოთ შემოსავლები, ანუ ნახოთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ სახელზე რა შემოსავლები დეკლარირდება და ამასაც ახლავე გასწავლობთ. უნდა შეხვიდეთ მენიუში, ზოგად ინფორმაციაში, აი აქ ჩამონათვალში აირჩიოთ პირადი შემოსავლები, პირადი ქონებაც აი აქვე გამოგიჩნდება თქვენ სახელზე რა ქონება, უძრავი ქონება, მიწა, ავტომანქანა, ყველაფერი თქვენი ქონების შესახებ აქვე გამოჩნდება. შემდეგ გადახვალთ პირად შემოსავლებში და აქ უკვე გამოგიჩნდებათ თქვენი ზედ ადეკლარირებული შემოსავლები. ეს იქნება ხელფასი, სხვადასხვა ტიპის მომსახურება თუ რა. აქ არ იქნება იმდმეწარმი შემოსავლები, ეს არის, როდესაც საგადასახადო აგენტი, ანუ სხვა კომპანია თქვენზე შემოსავლებს აფიქსირებს და იხდის გადასახადებს. აქ მონიშნავთ თარიღს. მაგალითად, მაინტერესებს, რომ 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რა მქონდა, განვაახლებ, გავშლი ამას, ჩამოვსკროლავ და აი აქ დაეწერება რა არის შემოსავალი. წინა წლის. ამის მიხედვით მივხვდები, თუ აი მაგალითად ეს პიროვნება არ გადაცდა 36,000. შესაბამისად, თუ მიწა არ აქვს, არ მოუწევს საშემო ქონების დეკლარაციის გადახდა. დავუბრუნდეთ ფიზიკური პირის ქონებას. შევალთ აქ და აქ გამოჩნდება დეკლარაციები, ამ შემთხვევაში არ ჩანს და გადავიდეთ პირდაპირ დეკლარაციის შევსებაზე. აი აქ არის კიდევ დამატებითი შევსების გზამკვლევი ინსტრუქცია და თუ რამე კიდევ ვერ გაიგებთ, შეგიძლიათ მან ჩახედოთ. თუმცა ვიდეოში ვერ გაიგებთ, მანაც ვერ გაიგებთ ალბათ. წელს ვტოვებთ 2025 წელს, რადგან ამ დეკლარაციის წარდგენა ხდება 2025 წელს და გვაქვს 4 პირობა, როგორც აღვნიშნეთ. არ აღემატება 40,000 ლარს, თუ არ აღემატება, მხოლოდ მიწაზე უნდა გადავიხადო, ნახეთ რომ მოვნიშნავ ამას და შემდეგ ინდივიდუალურს ან საოჯახოს, მხოლოდ მიწის გრაფას მიგდებს, სხვა გრაფას აქ აღარ აგდებს. და შესაბამისად მხოლოდ მიწას შევიყვან და გავაგზავნი 40,000 და 100,000 შემთხვევაში და აღემატება 100,000. ამ შემთხვევაში ეს განსაზღვრავს უშუალოდ გადასახადის განაკვეთს.
მიწაზე არა სხვა ქონებაზე, ანუ დასაბექრ ქონებაზე დასაბეგრი ქონება არის ყველა ქონება გარდა მიწისა, დასაბეგრი მიწა ცალკე მოიაზრება და დასაბეგრ ქონებაზე განაკვეთი დამოკიდებულია შემოსავალზე 40,000-დან 100,000 ლარამდე თუ ავირჩევთ, დაგვარიცხავს 0.2%-მდე, 0.2%-ს ქონების ღირებულების, ხოლო თუ ამას ავირჩევთ 100,000 ლარზე გვაქვს შემოსავლები მეტი, მაშინ დაგვარიცხება 0.8%-დან 1%-მდე. Აი ეს ორი მაგას განსაზღვრავს და ჩვენი შემოსავლის მიხედვით უნდა ავირჩიოთ. ასევე გვაქვს მეოთხე გრაფა, განცხადება, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ გასულ წელს მე გადავაგზავნე დეკლარაცია, მაგრამ ამ წლისთვის შეიცვალა მონაცემები, აღარ მაქვს მევალდებულება, რომ გადავაგზავნო ქონების დეკლარაცია სხვადასხვა მიზეზების გამო, ავირჩევ ამას, აი აქვე. ნახეთ, მოვნიშნავ რატომ რის გამო აღარ მიწევს ქონების გადასახადის გადახდა, აი ამ პუნქტის გამო, რომელიც გულისხმობს შეღავათს, რომ შემოსავალი აღარ მაქვს, თუ აღარ გამაჩნია დასაბეგრი ქონება და თუ სხვა შემთხვევა ავირჩევ და ხელით ჩავწერ და გადავაგზავნი ამ განცხადებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ შემთხვევაში თუ წინა წელს მე მქონდა დარიცხული ქონების გადასახადი, ანუ დეკლარაცია გაგზავნილი მქონდა, მაგრამ ამ წელს უკვე აღარ მიწევს. აუცილებლად უნდა გავაგზავნო ეს განცხადება, თორე ავტომატურად დამარიცხავს შემოსავლების სამსახური. აი მაგალითად გავიაროთ არ აღემატება 40,000 ლარს ეს პუნქტი. ამას რომ ავირჩევ, შემდეგ უნდა ავირჩიო საოჯახო არის ეს დეკლარაცია, საოჯახო დეკლარაციას ვაგზავნი თუ ინდივიდუალურს. ინდივიდუალურზე ავირჩევ და ჩვეულებრივად გავაგრძელებ, ხოლო საოჯახოზე აი აქ ამომიგდებს უკვე აი ესეთ გრაფას, ოჯახის წევრების ინფორმაციის შესახებ უნდა შევიყვანო ინფორმაცია, თუ ადრე ყავდა შეყვანილი, აი აქ გადავალ, გამომიჩნდება ოჯახის წევრები, ავირჩევ და გადავიტან, მაგრამ თუ პირველად ვავსებ, შევიყვან მოქალაქეობას, პირად ნომერს როცა შევიყვან ჩემი ოჯახის წევრისას, სახელგვარს, დაბადების თარიღს ავტომატურად ამომიგდებს და აუცილებლად უნდა დააჭიროთ ამ ღილაკს, თორე არ შეინახავს. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ავირჩევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ყველა ინფორმაციას შევიტან ხელით. შემდეგ გადავინაცვლოთ. შემდეგი მომენტი არის, ნახეთ, ესეც საინტერესო, საინფორმაციო ღილაკი არის. აი აქ დაჭერის შემთხვევაში თქვენ ნახავთ აქვე თქვენ სახელზე რა უძრავი ქონება თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, აი აქაც ვისაც მიუთითებთ, თქვენი და ამ ადამიანების სახელზე რა ფიქსირდება. როცა გადახვალთ, აი აქ ამოაგდებს, თუ ბევრი არის ჩამონათვალი, გაადიდეთ რაოდენობა, რომ აი ყველა უძრავი ქონება დაინახოთ. აი აქ ამოაგდებს რა უძრავ ქონებას ფლობთ. მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება, აქ უნდა შევიყვანოთ მიწა. ასევე წინა დეკლარაციაში თუ გქონდათ მითითებული კონკრეტული სია, აქაც გექნებათ, მონიშნავთ გადაიტანთ ხელად, აღარ დაგჭირდებათ თავიდან შევსება, თუ არ და უნდა შევავსოთ თავიდან და პირველი რასაც ვირჩევთ კატეგორიაში არის ეს მიწა რა კატეგორიის მიწა არის. არასასოფლო სამეურნეო მიწა არის, სასოფლო სამეურნეო მიწა არის თუ სატყეოს მიწები არის, რომელიც გამოიყენება სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით. ეს თუ ზუსტად არ ვიცი, ამ მონაწერში ეწერება და იქიდან უნდა ავიღო, მაგრამ წესით გეცოდინებათ რა ტიპის მიწას ფლობთ და აირჩევთ შესაბამის. მაგალითად ავირჩიოთ საკარმიდამო საბაღე სააგარაკე ნაკვეთები. შემდეგ გადავდივართ მდებარეობაზე, ვირჩევ სად არის, თუ აქ ზებნა მეზარება, მაგალითად აი ჩავწერ მარნეული და პირდაპირ ამომიგდებს, ან ჩავწერ თბილისი და პირდაპირ ამომიგდებს რა ადგილმდებარეობაც მინდა იმას, რასაც შევიყვან, ზებნა თუ ხელით მეზარება. მაგალითად ავირჩიოთ გურია, ჩოხატაური, აბა კურორტი ბახმარო. ნახოთ ბახმაროში რა განაკვეთია. აქ კიდევ რას მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება. აი ასე რომ მიიტანთ კურსორს აქაც ჩანს,
რომ რა გვიწერი არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი უნდა შევიყვანოთ კვადრატულ მეტრებში, ხოლო სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები და ტყის მიწები უნდა შევიყვანოთ ჰექტრებში. ჩვენ ახლა რადგან საკარმი დამოარეთ და ეს სასოფლო სამეურნეო უნდა შევიყვანოთ ჰექტარში. თქვათ გვაქვს 10,000 კვადრატი არ ვიცი მაგალითად 0.5 ჰექტარი გვაქვს. შევიყვანოთ ფართობი. შეღავათი, ეხლა ვნახოთ რა შეღავათები გვაქვს. პირველი, არ ვსარგებლობ შეღავათით. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენად სანახევროდან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად, თუ ეს კატეგორია აქვს ჩემ მიწას ავირჩევ ტერიტორიებზე, რომლებმაც მიიღეს სახელმწიფოსგან ფიზიკურმა პირებმა ახალასათვისებელი სასოფლო სამეურნეო მიწები და მიწიდან 5 წლის განმავლობაში, ანუ 5 წელი ხანდაზმულობა რო ექნება, მერე უკვე ჩვეულებრივად უნდა დაადეკლარიროთ და აქ ჩამოყვებით ყველა დეტალს გაივლით. ახლა ჩვენ რაც გვაინტერესებს მაგალითად არის ხოლმე უფრო ხშირი შემთხვევა 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები არის შეღავათში. ანუ მე ამ მონაწერით უნდა ვნახო თუ იმ კონკრეტულ მიწას 2004 წლამდე ვფლობდი 1 მარტამდე, მაშინ და 5 ჰექტრამდე არის ფართობი, მაშინ უკვე აი ეს უნდა ავირჩიო და შეღავათში მოვხვდები და გადასახადი გაჩვენებთ როგორ აღარ დაირიცხება. და შენიშვნა აქვს ესეთი გაკეთებული, რომ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება კომლის წევრისან პირველი მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების შუქებით მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში. ანუ თუ ესეთი მიწები მემკვიდრეობითაც მაქვს მე მიღებული, ამ შემთხვევაშიც გავრცელდება ეს შეღავათი. ესევე მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე, ანუ ეს მიწებიც თავისუფლდება. ასევე მაღალმთიან დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთები თავისუფლდება და ეს უნდა იყოს მინიჭებული მაღალმთიანი სტატუსი ამ მიწაზე და მაღალმთიანი ადგილმდებარეობის ლინკს აქ ვიდეოს აღწერაში დავდებ და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. და ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი საინტერესო რაც შეიძლება იყოს არის ეს პუნქტი, რომ თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ღულოდენობაში ზულ ფარგლებში რაც არის, ანუ ის მიწის ნაკვეთი ის თავისუფლდება. აი ახლა აქ ჩვენ რაც გვაქვს მითითებული, თქვენს მიერ მითითებულ რაიონში გადასახადისგან თავისუფლდება, არა 0 კვადრატი არ თავისუფლდება. აი ახლა ვნახოთ მაგალითად სხვა რაიონში როგორ თავისუფლდება თუ არა. ნახეთ. ეხლა ავირჩიე მე თბილისი და აქ რას მიწერთ, რომ ანუ თბილისში საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწა სრულად თავისუფლდება, ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწა სრულად თავისუფლდება. აი ესე შეგიძლიათ რომ ნახოთ თქვენი მიწის შემთხვევაში, თქვენი ადგილმდებარეობის შემთხვევაში როგორ ხდება. ახლა ავირჩიოთ ისევ აღარ მახსოვს რა იყო. მაგალითად ხელვაჩაური ავირჩიოთ, ამდენი ჰექტარი მაქვს. ხელვაჩაური არის მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში, ასე რომ მე შემიძლია აქ ავირჩიო აი ეს შეღავათი, ფართობი, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათი 0, ანუ მთლიან ფართობზე გავრცელდება, გადასახადის განაკვეთი არის 87, მაგრამ მე მithვლის 0 ლარს. აი ესე დავამატებ და გამოვა რომ გადასახადი არ მეკუთვნის. ნახეთ, აი ახლა აქვე რო შევცვალო, მოვუხსნი ამ შეღავათს, დავაწერო შეღავათით არ ვსარგებლობ. ამ შემთხვევაში გამოდიოდა გადასახადი 53 ლარი. მაგრამ რადგან შეღავათში ჩაჯდა ეს კონკრეტული
მიწა ამ შემთხვევაში უკვე ვისარგებლებ მომნიშნავ შეღავათს და დაიწერება 0. მაგალითად, მაქვს ესეთი ერთი შეღავათიანი მიწა, ეს აქ დავტოვოთ შეღავათი. მაღალმთიანის მაგალითად. ასევე მაქვს თბილისში არასასოფლო სამეურნეო მიწა სიტყვაზე, რომელიც არის ჩემს სახლს მიმაგრებული, ავირჩევ საბურთალოს რაიონს, დიღომი ვაშლიჯვარი. მაქვს დაახლოებით რამდენი კვადრატი, მაქვს აქ ხო გახსოვთ, რომ არასასოფლოზე უნდა მივუთითოთ კვადრატი, დაახლოებით 300 კვადრატი მაქვს მიწა და ნახეთ, აქაც ნახეთ როგორ ფილტრავს, რო ავირჩი არასასოფლო სამეურნეო და ადგილმდებარეობა შესაბამის შეღავათებს მიტოვებს. რომ ეს მეკუთვნის მე თუ არა. უბრალოდ რა შეღავათი შეიძლება მეკუთვნოდეს ამ მიწაზე. და ნახეთ აი აქ, რადგან მაგალითად ეს არის საცხოვრებელზე მიმაგრებული მიწა, სრულად თავისუფლდება, ამიტომ ავირჩევ ამას. 0 გამოვა დავამატებ. ახლა კიდე მაქვს სხვა მიწა. ხო, მაგალითად სასოფლო სამეურნეო, სათიბი ჩვეულებრივი არაფრით არ განსხვავდება, არის მაგალითად გურიაში, ოზურგეთის თემებსა და სოფლებში. მაქვს, 1 ჰექტარი, არ არის არანაირი შეღავათით მოსარგებლე და ჰექტარზე არის 20 ლარი გადასახადი, მაქვს 1 ჰექტარი და გადავიხდი 20 ლარს. ანუ ჩემი ჯამური გადასახადი იქნება ეს. არ დაგვავიწყეს, რომ ეს არის მიწის შემთხვევაში. და ასევე თუ არ აღემატება 40 ლარს და ვფლობ მხოლოდ 40,000 ლარს და ვფლობ მხოლოდ ამ მიწას. აი ესე დამითვლის აქ გადასახადს და всё, გადავაგზავნი, დავაწვევი გადაგზავნას. მაგრამ თუ 40,000 ლარზე მეც შეადგენს ჩემი შემოსავალი, ავირჩევ რომელ კატეგორიაში ვარდები, მაგალითად აი ეს ავირჩიოთ. ისე ავირჩევ საოჯახო თუ ინდივიდუალური, ახლა ავირჩევ ინდივიდუალურს. აი აქ ვიხილავ, ნახეთ, უკვე რადგან ავირჩიე 40,000 ზემოთ, საჯარო რეესტრის გარდა მე მიგდებს უკვე შსს ინფორმაციას და შემიძლია ვნახო ჩემზე რა არის რეგისტრირებული მანქანები. აი აგერ აქ არის ერთი რეგისტრაცია. დავფარავ რა თქმა უნდა ნომრებს. მიწა კიდევ ერთხელ შევავსოთ, მაგალითად არასასოფლო სამეურნეო მიწა მაქვს, რომელიც მიბმული არის თბილისზე, ვთქვათ. ფართობი არის 500 კვადრატი. შეღავათში ავირჩევ, რომ ეს მიბმულია სახლზე, ამიტომ არ მეკუთვნის გადასახადი. დავამატებ. და всё. ჩავალ ახლა ქვემოთ სხვა დანარჩენ ქონებაზე. მაგალითად, ნახეთ, აი აქაც რა ქონებების ჩამონათვალი გვაქვს. ბინა, საკუთარი სახლი, აგარაკი, შენობა ნაგებობა, ანუ დაუსრულებელ შენობაზე, თუ შენობობა დასრულებული არა გვაქვს, ან მშენებარეში გვაქვს ნაყიდი სახლი, იმაზეც უნდა წარმოვადგინოთ, ჩვენზე თუ არის უკვე გადმოფორმებული დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შეუმფრევი თვითმფრინავი კატარღა, იახტა, მსუბუქი ავტომობილი. მაგალითად, მაქვს ერთი ბინა. ავირჩევ ადგილმდებარეობას ასევე. მაგალითად, დიდუბე ჩუღურეთი ისე გადავეკიდე და იქ თუ კვადრატულობით ივსებოდა მიწაზე, აქ უკვე ივსება ღირებულებით. ნახეთ და როგორ გვაფრთხილებენ. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება. მე თუ ვიყიდე მაგალითად $20,000 რაღაც 10 წლის წინ, ახლა $20,000 ვერ მივუთითებ, სავარაუდო სარეალიზაციო ღირებულება რაც არის, ის უნდა მივუთითო. მაგალითად $50,000, მაგრამ აქ დოლარს ხო ვერ მივუთითებ, უნდა მივუთითო ეკვივალენტი ლარში და 31 დეკემბრის კურსით შეგიძლიათ აიღოთ, გადაიყვანოთ ლარში და მივუთითოთ. თქვათ ღირებულება აქვს 100,500 ლარი. აი აქვე მიგდებს რა შეღავათები შეიძლება მქონდეს, გაიცანით თუ რამე შეღავათში ხვდებით, თუ არა ავირჩევ რა არ ვსარგებლობ არც ერთი შეღავათით. და ეს არის მთელი პერიოდი ვფლობდი თუ არა, თუ მაგალითად 2024 წელს იანვრიდან დეკემბრამდე ვფლობდი, მაშინ 12 თვეს მივუთითებ, მაგრამ თუ მაგალითად შევიძინე მაისში, 2024 წლის მაისში, მაგალითად შევიძინე 10 მაისს, მაშინ
10 მაისსაც ჩავთვლი. თუ შევიძინე 25 მაისს, მაშინ მაისს აღარ ჩავთვლი. ანუ 15 რიცხვამდე თუ ვიყიდე იმ თვეს თვლი, თუ არ ვიყიდე აღარ ვთვლი და გამოდის რომ აქ უნდა მივუთითო მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. ანუ 8 თვე უნდა მივუთითო. თუ პირიქით იყო მაგალითად რომ ვფლობდი აგვისტომდე და აგვისტოში გავყიდე, მაშინაც შესაბამის თვეებს მივუთითებ. დამიწერს აქ განაკვეთს 0.2%-ს, გადასახადს დავამატებ და დამითვლის აქ ჯამურ გადასახადს. მაგალითად, მაქვს ასევე მანქანა, მსუბუქი ავტომობილი. ავირჩევ სადაც ვცხოვრობ იმ ტერიტორიას, სადაც ძირითადად მაქვს, მაგალითად დიდუბე გქონდა. ღირებულება შევიყვან 10.400 ლარი მაგალითად პრიუსის ღირებულება დაახლოებით არ ვსარგებლობ შეღავათით. ასევე რა პერიოდს ვფლობდი, თქვათ მანქანას მთელი 12 თვე ვფლობდი, მთელ 12 თვეზე დამითვლის, როცა ნაკლებობა არის თვეების, ანუ მთლიან გადასახადს წელზე რაც მეკუთვნის, ყოფს 12-ზე და ამრავლებს თვეების რაოდენობაზე. გამოვა რომ ამდენია გადასახდელი. კიდევ ერთხელ გადავხედავ, ხო ყველაფერი სწორად არის და გავაგზავნი. აი აქ თუ 100.000 ლარზე მეტი მაქვს შემოსავალი, აქ უკვე ეწერება 0.8%-იან ან 8%. ეს არის მთელი ინსტრუქცია. დავაწვეთ გადაგზავნას, გადაიგზავნება, შემდეგ უკვე მოგივათ ოქმი, გადასახადის ოქმი, გადაიხდით მობაილ ბანკიდან გადასახადს და დაიძინებთ შვიდად ბედნიერად. რისი თქმა მინდოდა. აი მაგალითად არ ფლობთ მიწას, მაგრამ ფლობთ ბინას და არ გაქვთ შემოსავალი 40.000 ლარზე მეტი. ამ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ ვალდებულება რომ გადაიხადოთ ქონების გადასახადი, მაგრამ ერთხელ მაინც აუცილებლად შეავსეთ ეს, გახსენით დეკლარაცია, აირჩიეთ რომ არ აღემატება 40.000 ლარს, აირჩიეთ საოჯახო ან ინდივიდუალური და თუ საოჯახო საერთოდ შეიყვანეთ თქვენი ოჯახის წევრებიც, სრულწლოვანი ოჯახის წევრები, იმით რადგან არ გაგაჩნიათ არ შეავსებთ, გადააგზავნით და ჩაითვლება რომ გააგზავნეთ ნულოვანი დეკლარაცია და ეს დაფიქსირდება, სანამ შემდეგ არ შეცვლით თქვენს მონაცემებს, უკვე ავტომატური დარიცხვა თქვენზე აღარ განხორციელდება. ავტომატურად შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში იქნება ინფორმაცია, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული გადაიხადოთ ქონების გადასახადი. მინდა დასასრულისთვის მინდა რამდენიმე კითხვას გავცე პასუხი. პირველი გზავნილი ითვლება თუ არა შემოსავლად, გზავნილი ოჯახის წევრის მხრიდან არ ითვლება შემოსავლად, მაგრამ შენ თუ ცხოვრობ საქართველოში და შემოსავალს იღებ საზღვარგარეთიდან, ანუ ეკონომიკურ საქმე, ან ხელფასი გერიცხება, ან ვიღაცას საზღვარგარეთ მომსახურება გაუწიე, მაშინ ეს 40.000 ლარიან ზღვაში უნდა გაითვალისწინო. აი ახლა კიდევ ესეთი კითხვა, ვარ პენსიონერი, მაქვს კერძო სახლი, უნდა გადავიხადო თუ არა? თუ ხართ პენსიონერი, თქვენი პენსია ცხადია ამ 40.000 ლარში არ გაითვალისწინება, მაგრამ თუ ხართ პენსიონერი და დასაქმებული ხართ სადმე, გაქვთ შემოსავალი ან გაქვთ თქვენი ბიზნესი, აი აქედან ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაითვალისწინება 40.000 ლარიან ზღვარში და აუცილებლად მოგიწევთ ქონებაზე გადახდა. თუ არ გაქვთ შემოსავალი, მხოლოდ პენსიონერი ხართ და არ ვიცი, ოჯახის წევრები ხო გყავთ, თუ მარტო ცხოვრობთ, არა, მაგრამ აი მიწის შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ გადახდა, რადგან პენსიონერი ესეთი შეღავათი არ გვაქვს ჩვენ მიწის გადასახადთან დაკავშირებით. მაქვს კერძო სახლი და რაზეც დგას ეგ ითვლება დასაბეგ მიწად თუ არა, როგორც აღვნიშნეთ, აი აქ შეღავათებში გქონდა, რომ ის მიწა, რომელიც მიმაგრებულია კერძო სახლზე, ადგილობრივი შეღავათის გათვალისწინებით ან სრულად ან გარკვეული კვადრატულობა ხდება შეღავათში და აღარ გიწევთ გადახდა. ეს რო შეამოწმოთ როგორ არის, თქვენი ადგილმდებარეობა აქ უნდა მიუთითოთ მიწის ნაწილში და დაგიწერთ შეღავათში, როგორც წელავნახეთ, რომ ამ ადგილმდებარეობისთვის მიწის სახლზე მიმაგრებული მიწის რა ლიმიტია დაწესებული გამოსაქვითად და ავტოფარეხზე რა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადმოვიფორმე მიწა მეკუთვნის თუ არა? დიახ, გეკუთვნით.
ასევე იყო გარდაცვალების კუთხით, რომ გარდაცვლილი ადამიანის მიწას ვიყენებ, მაგრამ ჯერ გადმოფორმებული არა გვაქვსო და მეკუთვნის თუ არა, დიახ, გეკუთვნით, აი ამ ორივე კითხვაზე საერთოდ ერთიან პასუხს გავცემ, უბრალოდ სხვა შეღავათები გეხებათ თუ არა, აი ეს გადაამოწმეთ, რაც ჩვენ მიწაზე ვახსენეთ. მე და ჩემი და ერთად ესეთი კითხვარი, მე და ჩემი და ერთად ვცხოვრობთ. მე მაქვს ქონება ჩემ დას არა, მაგრამ ორივეს შემოსავალი ერთად აღემატება 40,000 ლარს. და ამ შემთხვევაში გვიწევს თუ არა გადახდაო? დიახ, მეგობრებო, გიწევთ, რადგან ოჯახიც განვარტეთ რა არის და ამ კატეგორიაშიც ხვდებით, შემოსავლის კატეგორიაშიც და ქონებაც ჯამურად განიხილება. დასასრულს მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ, ეს არის მსხვილი სტანდარტული ინფორმაცია, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. თუ აი ამ ინფორმაციიდან გამომდინარე თქვენ კიდევ ვერ მოარგეთ თქვენს პირად ქონებას და შემოსავლებს და მდგომარეობას, ეს ინფორმაცია და გჭირდებათ ინდივიდუალური კონსულტაცია, აუცილებლად მომმართეთ ბუღალტრული მომსახურებისთვის. მომსახურება აქვს თავისი გარკვეული საფასური, ამიტომ თუ გაურკვევლობაში ხარ და არ იცი რა უნდა გადაიხადო და რა უნდა გქნა, ჯობია რომ ერთხელ ეს ინვესტიცია შენთვის გააკეთო და ასე ვთქვათ, გაარკვიო და ერთხელ რომ გააგზავნი ამ დეკლარაციას, შემდეგ წლებში უკვე ავტომატურად დაგერიცხება, აღარ იქნება საჭირო ყოველ წელს ერთი და იგივე დეკლარაციის გაგზავნა თუ რამე ინფორმაცია არ იცვლება, ან ქონების ნუსხა, ან შემოსავლის ოდენობა. და დამიკავშირებით, ვისაც კი უბრალოდ დელეგირება გსურთ ამ საკითხის, რომ თქვენი პირადი ფინანსები ბუღალტერმა მართოს, ამ შემთხვევაშიც დამიკავშირდით და ჩვენ მივხედავთ თქვენს ფინანსებს და საგადასახადო ვალდებულებებს. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია, საინტერესო და ინფორმაციული იყო ეს ვიდეო.